ხვალ თბილისში სტარტს იღებს 19 წლამდე ფეხბურთელთა ელიტ რაუნდი. საქართველოს ნაკრები, რომელსაც გიორგი დევდარიანი ამზადებს, ესპანეთის, თურქეთის და პორტუგალიის გუნდებს შეხვდება. ელიტ რაუნდის მერვე ჯგუფიდან 8 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ერთი ნაკრები გადის. ესპანელების წინააღმდეგ შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე ხვალ 17 საათზე დაიწყება. საქართველოს 19 წლამდე ნაკრები პირველ შეხვედრას ჯგუფის ფავორიტთან ესპანეთთან გამართავს. გიორგი დევდარიანის მიერ მომზადებულმა გუნდმა მატჩის წინა ბოლო ვარჯიში დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარა. ესპანეთს ქართველი ფეხბურთელები გუნდის ლიდერის ლუკა ზარანდიას გარეშე დაუპირისპირდებიან. ძნელია ფავორიტის დასახელება, იმდენად ძლიერი ჯგუფია, იმიტომ რომ სამივე ნაკრები ვისაც ჩვენ გვიწევს თამაში ძალიან ძლიერია ყოველთვის ახალგაზრდა ნაკრებებში. ამიტომ ვეცდებით ყველასთან რა თქმა უნდა მაქსიმუმ გავაკეთოთ. ხვალ გვაქვს რაღაც ფინალის დავალება, რომელიც თუ გავაკეთეთ, იმედი მაქვს სამფულას მოგვატანინებს. დღესვე გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც 4-ვე ნაკრების საქართველოს, ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის მთავარმა მწვრთნელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ჩვენი გუნდისთვის ეს იქნება ძალიან კარგი გამოცდილება და ძალიან კარგი იქნება შედარებისთვის, თუ სადვიმყოფებით დღეს ჩვენ მომზადების და განვითარების რასაფეხურზე ვართ ჩვენ ევროპელ მეტოქეებთან შედარებით. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა მოინახულა და ფეხბურთელებს წარმატება უსურვა. დღევანდელ ვარჯიშს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადადეც დაესწრო. ყველანაირი დონის გუნდთან შეიძლება მიზნის მიღწევა. თავარია მათ შეასრულის დავალება, რასაც მწვრთნელები დაავალებენ და არასდროს დაკარგონ თვითმწმენა. საქართველოს ნაკრების თავის პოტენციალით არის არაფრით არ ჩამორჩება. თავის მეტოქეებს არც სპეციალისტებთან მზადდებიან ერთ ჩაუხსენთან და შესაბამისად გვაქვს იმედი, რომ ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მათი გამოსვლა. საქართველოს-ესპანეთის შეხვედრა 29 მაისს 17 საათზე დაიწყება. 3 საათით ადრე კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს პორტუგალიისა და თურქეთის 19 წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდებიან.